ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია კნაუფის სისტემების მეშვეობით ტიხრების, იზოლირებული ტიხრების, ფასადის მოწყობის შესახებ. თუმცა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, როცა რენოვაციას ეხება საქმე, ეს ჭერია, იმიტომ რომ შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციები იყოს, იმის მიხედვით თუ როგორია არქიტექტურული ნაწილი ჩვენი შენობის და კნაუფს სხვადასხვა სიტუაციების გათვალისწინებით ჭერისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სისტემები აქვს. თავარია თვითონ ჭერით რისი გაკეთება გვინდა, რა მიზნის მიღწევა გვინდა, ეს ლამაზად გამოიყურებოდეს და სუფთად. ან იქნებ გვინდა რომ ხმის იზოლაცია იყოს მაღალი, ან ცეცხლმედეგობა იყოს. შეიძლება გავაკეთოთ რასტრული ჭერები. ეს ისეთი ადგილებისთვის არის, სადაც მაგალითად რაღაც აგრეგატებია და წტომა გვინდა რომ გქონდეს თქვათ იმ ჭერის მიღმა. რასტრული ჭერის შემთხვევაში არაფერი დამატებითი ლუკის გაკეთება არ გვჭირდება, თვითონ ის ფილები არის ლუკი. თაბაშირ მუყაოს ჭერები უფრო გამოიყენება, მაგალითად, როდესაც გვინდა რომ ხანძარმედეგობა იყოს თქვათ მაღალი, ან მაგალითად ხმის იზოლაცია იყოს კარგი. ამას შეგიძლია ერთ-იგივე სისტემა სხვადასხვა საკიდებზე დაკიდო, უბრალოდ რაშია საქმე. მაგალითად ეს პირდაპირი საკიდი ასეთ მდგომარეობაში მაგრდება ჭერზე. არის 7 სანტიმეტრიანი, 12 სანტიმეტრიანი, 20-იანი. თუ ძალიან დიდი მანძილებია, მაშინ უკვე გამოიყენება ანკერსტრაფ საკიდები, ან ნონიუს საკიდები. რა ზომი შეიძლება იყოს მაგალითად ნონიუს საკიდი? ეს 20 სანტიმეტრიდან იწყება მეტრამდე ჩვეულებრივად ამზადებენ და თუ საჭირო იქნება 3 მეტრამდე შეგიძლია დამზადებინ. ესაც ბევრი კომუნიკაციები გადის, ვენტილაციის მილები, წყლის მილები, ბევრი რაღაცეები, იქ შეიძლება 2-3 მეტრზე იყოს საჭირო ჩამოსვლა ძირითადი გადახურვიდან. პირდაპირი საკიდი გათვლილია მაქსიმუმ 40 კილოგრამზე, ანუ ერთ წერტილში შეიძლება 40 კილოგრამის დაკიდება. ანკერსტრაფ საკიდზე შეიძლება გავაკეთოთ ისე რომ 25 კილო იყოს დატვირთვა. ნონიუსიც შეგვიძლია 40 კილოგრამი დავტვირთოთ. ეს ითვლება ჭერის ანუ თავის პროფილები ან ფილიან ყველაფრიანად ითვლება. ყველაზე მძიმე ჭერები თქვათ 65 კილოგრამამდეა, მზით პროფილად უა პროფილი გამოიყენება და CD პროფილები, სამონტაჟო პროფილები მაგრდება ჯვარედინი გადასაბმელის მეშვეობით. და თან რადგანაც ეს უა პროფილი უფრო ხისტი პროფილია, სამაგრების უფრო შორიშორს დაყენებად შეგვიძლია. შეიძლება გავუიყენოთ აი ესეთი ჭერები, აქ შეიძლება 50 კილოგრამამდე იყოს კვადრატული წონა. ყველაზე სტაბილური არის აი ეს სისტემა D112-ს ვეძახით. ამის გარდა კიდე თქვათ არსებობენ ინდუსტრიული ჭერები აქვს კნაუფს, ლითონის ჭერები აქვს. ერთდონიანი კარკასის დროს ეს გამოიყენება. ორდონეზია ეს კარკასი, ხო? თქვათ ზედა მზიდი პროფილი და აქ სამონტაჟო პროფილი, რომელზეც უშუალოდ თაბაშირ მუყაოს ვაშურუპებთ. გადავაწყოთ, თქვათ. ერთდონიანი კარკასი რო გავაკეთოთ, აი შეხედეთ. ეს ჩავთვალოთ რომ ის იქნება მზიდი პროფილი, რომელიც მაგრდება უშუალოდ ჭერზე მაგრდება უშუალოდ, დიახ. და აი ვთქვათ აქ ყენდება უკვე აი ეს ეს გვაძლევს ამ შემთხვევაში ანუ ეს ხო, ნუ თხელია უფრო ანუ ეს აქ მზიდი და სამონტაჟო პროფილი ერთ დონეზე არიან და ნაკლები ადგილი მიაქვს ჭერში. თუ რაღაცა სპეციალური ჭერები ეგეთებიც გვაქვს, თქვათ, მაღალი ტენიანობაა სათავში და აგრესიული გარემოა. მაგისთვის შეიძლება ცალკე ჭერები შევარჩიოთ. მაგალითად, ხმაურია და ჩახშობა გვინდა ხმაურის, შეგვიძლია სპეციალური ჭერი შეურჩიოთ. პრაქტიკულად ესე იგი ყველა ტიპის სივრცეში იქნება ეს საცხოვრებელი, სამუშაო, ინდუსტრიული სივრცე, კნაუფს აქვს რაღაც სპეციალური სისტემა, რომელიც ამ ჭერს, ამ ტიპს მოერგება.